არავი არ უნდა დავაფრკოლოთ, მას უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება, იაროს იმ გზით, რა გზითაც უვლია დღემდე და ამიტომ ჰესი იქნება დამანგრეველი მთელი ხეობისათვის. არანაირად არ უნდა შეუცვალოთ სახე, არაფერს, სახეცვლილი ბუნება მრისხანია ვაჟას თქმის არ იყოს, რომ ბუნება მბრძანებელიაო. შეიძლება რომ 2-3 დღე გაბმულმა წვიმამ, ან თუნდაც ეხლა დიდთოვლიანობა იყო ამ ხეობაში, დნობის პროცესი დაიწყება, გააგიჟოს ეს არაგვი და მერე წარმოუდგენლად ნახევარზე მეტად აი მთებშია ხოლმე გახიზნული მოსახლეობა. აი ფიჭვნარია ჩვენი სახლების თავზე და ხშირად ავსულად ხოლმე ჩაცმულები დღისით ღამით, სანამ არ ჩაწყნარებულა არაგვი. სიმართლის მხარეზე უნდა იდგეს ყველა. სიმართლე სინათლეა და სინათლე უნდა იყოს ჩვენს ფანჯრებში. ყველა ხეობაში, სადაც საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნება, ყველა ვალდებულია, დიდი ან პატარიანად. გამოვიდეს და აგოს პასუხი იმაზე, რომ მერე შთამომავლობას არ დაუტოვოს ცუდი რაღაცა, რომ აი მაშინ შემეძლო ეს გამეკეთებინა, მაგრამ უკვე სინანული გვიანღა იქნება, რომ არ გავაკეთე. ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს, რო ვთქვათ, მასწავლებელი იქნება, ინჟინერი თუ ვინც იქნება, რა პროფესიითაც არ უნდა იყოს ჩვენი ხეობის მოსახლეობა, ყველამ უნდა თქვას თავისი აზრი. დაცლის ხეობას, აუცილებლად დაცლის, თუ კი ეს პროექტი განხორციელდა. ის ვინც ვართ ადგილზე და ვამაგრავთ დღეის მდგომარეობით ამ ხეობას, ხო? აი ისენიც, ვისაც შეიძლება საერთოდ მიატოვონ ყველაფერი და წავიდნენ. და აყურანს დარჩება მთელი ხეობა. და აი ეს არ გვინდა, რომ სხვის საჯიჯნა და საკორტნად გავხადოთ.